არებაში გარდაცვლილი მოზარდი მკვლელობა თუ ბედური შემთხვევა. ჩვენ 14 წლის ანდრო გოგიტიძის გარდაცვალების ისტორიას გაგაცნობთ, რა თქმა უნდა, ოჯახის სურვილით. 14 წლის ბიჭის მკვლელობაში გოგიტიძის მშობლები 13 წლის მოზარდს დებენ ბრალს. ვალამ ციკლაურმა გაარკვია დეტალები. წლის 26 მარტს ხელვაჩაურში მცხოვრებ 13 წლის ანრი გოგიტიძეს თანატოლებმა ეზოში ჩასვლა სთხოვეს. 13 წლის მოზარდის სიცოცხლე საკუთარი სახლის სადარბაზოს კიბეებზე დასრულდა. ოჯახის ვერსიით, ანრი მეგობრებმა ეზოში ძალდატანებით ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს, გულისა და ფილტვის არეში კასტეტი ჩაარტყეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მოზარდი პირველად დედამ ნახა. აქანე დაეწია და ჩაარტყა კასტეტი ფილტვში და გულის არეში და ადგილზეა ბავშვი გარდაცვლილი. სავატყოფოში რომ მივიყვანე არ იყო ანდრი ცოცხალი. მე ვერ მივხვდი. ირის ბორჩიშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრში ექიმებმა ფაქტი უცნობი მიზეზით გამოწვეული უეცარი სიკვდილით ახსნეს. სამედიცინო დაწესებულებების დასკვნაში არ წერია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მოზარდს გული გაუჩერდა. დასკვნაში ის დაზიანებებიც არ არის აღწერილი, რომელიც 13 წლის ანრის სხეულზე აღენიშნებოდა. რომ მოვედი ის ბავშვი დავიჭირე იქ მეზოში. მოდი ერთი წუთი ნანადეიდა და დაიწყო კანკან და ცუდად გახდა. მომიყევი ჩქარა რაც იყო მეთქი, რომ უკვე მივდივარ სავატყოფოში უნდა მივიდე. პასპორტი მიმავს და ნანადეიდაო, კასტეტიო ჩაარტყაო. ისაო ხელზე ეკეთავ რკინისო კასტეტიო. ხო და მე არაფერი არ ვიცი. გარდაცვლილის ოჯახი მოზარდის სიკვდილში მისივე თანატოლს ადანაშაულებს. დედა ნანა მსხალაძე ამბობს, რომ მის შვილს ფილტვისა და გულის არეში კასტეტის ჩარტყმის შედეგად სუნთქვა გაუჩერდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ოჯახმა ლევან სამხარაულის ბათუმის საექსპერტო ბიუროს მიმართა. პასუხი ცნობილი რამდენიმე თვეში გახდა. ნაჭდევები მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა წვივის არეში. სისხლნა ჟღენთები მარჯვენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში. ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება სიკვდილის თარიღს. განვითარებულია უფრო ადრეულ პერიოდში. ექსპერტმა ლევან ფუტკარაძემ ბავშვის გარდაცვალების მიზეზად კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დაასახელა. საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლის აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნით. თუმცა ეს დაზიანებები მსუბუქი ხარისხის იყო და სიკვდილთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ექსპერტის დასკვნას ოჯახის პროტესტი მოჰყვა. ბავშვი საერთოდ სისხლის გუბეში ცურავდა. ხომ ხედავდით და ჩატეხილი ქონდა ყველაფერი, ჩახეთქილი მუცეში. მეორეთი ვინ მომკლა? ლევან და მერაბ ფუტკარაძემ არასწორი დასკვნა დაწერეს. რა ვქნა? სამართალს ვითხოვ ხალხო, ვითხოვ სამართალს. ეს ჩემი ანრი არ გაცოცხლდება, ნამდვილად არ გაცოცხლდება. სამართალი ხომ უნდა ვიპოვო? მის მასულმა იქ ხომ უნდა დაისვენოს მშვიდად. გოგიტიძეების ოჯახმა იმედის დროს გარდაცვლილი მოზარდის სხეულის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა. ფოტოებში ჩანს, რომ მოზარდს გულმკერდის არეში სილურჯე და დაზიანებები აქვს. გარდა ამისა, ანრის დაზიანებები ეტყობა წელისა და ფილტვის არეში. თუმცა, რატომ არ არის დაზიანებები ექსპერტიზაში დეტალურად აღწერილი და რატომ არის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად დასახელებული მწვავე იშემია, უცნობია. ოჯახის მიმართვის საფუძველზე ლევან სამხარაულის ბათუმის საექსპერტო ბიურომ ხელახალი კომისიური ექსპერტიზა დანიშნა. პასუხი დღემდე ცნობილი არ არის. წერ ერთს დაზიანებები აქვს, იგი აქვს და ყველაფერი და სიკვდილთან აბა ბავშვი რამ მოკლა, კითხვა, რამ მოკლა ბავშვი? კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანება რამ გამოიწვია? ეს არ დაწეროს ექსპერტმა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილსაც მიმართა. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჯერ ექსპერტიზა დასრულებული არ არის, თუმცა მოზარდის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა ნამდვილად იყო. დადასტურდა ის, რომ ნამდვილად გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, გულის კუნჩი ინახა შესაბამისი ცვლილებები, ფილტვებში იყო დაავადების გარკვეული პათოლოგიის ნიშნები და პრაქტიკულად ამის იქეთ
ამ მე რასაც გეუბნებით, ამით კი არ გამოირიცხება იქ რა იყო. გვაქვს მიკროპრეპარატებში არ არის ტრავმა, ჩვენ ვეღარაფერს უკვე ვეღარ ვიტყვით. მომხდარს ხელვაჩაურის პროკურატურა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. უკვე 4ჯერ დაიკითხა ის არასრულწლოვანიც, რომელმაც ოჯახის ვერსიით ანრის სასტიკად სცემა. ამ მოზარდის ოჯახი გარდაცვლილი სახლობლებმა ეზოდან გაასახლეს. სახლი დაუზიანეს და დაუწეს. ანრის დედის ინფორმაციით, კორპუსი დატოვეს მისი შვილის სცემაში მონაწილე სხვა ახალგაზრდებმაც. გიძახის ანრიორა, მითხრა რომ წამოდი და მივედი. რა ხდება მეთქი? ხომ მშვიდობა მეთქი და ახლა სადარბაზოში შევიდეთ. შევედით სადარბაზოში. შენ კასტეტი არ გქონია? არანაირი არც, ჩხუბი ყოფილა არაფერი. ჩვენმა ძმაკაცებმა უბრალოდ შუაში ჩადგნენ. არაფერი რამე ისეთი არ ყოფილა. წამოვედით მე და ჩემი ძმაკაცი და ვსო ასე დამთავრდა ყველაფერი. გასახლებული მოზარდის მშობლებს სხვა სახლი არ აქვთ. ამბობენ, რომ ანი გოგიტიძის ოჯახის შიშით შვილი სკოლაში ვეღარ დაჰყავთ. ისინი დახმარებას ითხოვენ. სხვადასხვა შეთვლები, შემოთვლები, არაადამიანური ქცევები ისეთი, რასაც რომ ადამიანი არ უნდა აკეთებდეს არავის მიმართ, დამნაშავეც რომ იყოს ადამიანი, ისეთი რამეები ხდება მაგ ხალხიდან, რომ აუტანელი, მაგრამ მე კიდევ ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე, მაინც მაქსიმალურად ვერიდები ამ ხალხთან კონფლიქტს, იმიტომ მეწოდება ეს ხალხი. მეწოდება, მაგრამ ღმერთო, მე ხომ არა ვარ დამნაშავე. გახდა თუ არა 13 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი თანატოლების მიერ მისი ცემა ჯერ კიდევ უცნობია. გარდაცვლილის ოჯახი იმედოვნებს, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლს განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირებს.